სიმართლე ის არის, რომ თეთრ სახლში შეხვედრის დროს ზელენსკი მშვიდობის დამყარებით დაინტერესებული სულაც არ იყო. მას არ აინტერესებს უკრაინის აღმშენებლობა. მას მხოლოდ და მხოლოდ მეტი ფული და იარაღი სურს ომის გასაგრძელებლად. ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ვიღაცამ Deep State-დან მას უთხრა, რომ ტრამპთან სიმკაცრე გამოეჩინა. ეს არის აქ მნიშვნელოვანი ამბავი. ვინ უთხრა ზელენსკის, რომ შეთანხმება ჩაეგდო? ვინ უთხრა ზელენსკის, რომ ასეთი მკაცრი პოზიცია გამოეჩინა ტრამპთან? ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ მას უბრძანეს ასე მოქცეულიყო. ანგარიშების თანახმად, ყველაფერი ბაიდენისა და ობამას ადმინისტრაციის წევრებზე მიუთითებს. მათ შორის სიუზან რაისზე და პოლიტიკურ ეშმაკზე, ვიქტორია ნულანდზე. მათ ურჩიეს ზელენსკის ტრამპის შეთანხმებაზე უარი ეთქვა. ეს წარმოუდგენელია. ასეთი ტიპის ზურგს უკან წარმოებული დისკუსიები შესაძლოა ლოგანის აქტის დარღვევად იქნას მიჩნეული. რას გულისხმობს ლოგანის აქტი? ის ჯერ კიდევ 1799 წელს დაამტკიცეს, რომელიც უკრძალავს არაავტორიზებულ ამერიკის მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მთავრობებთან მოლაპარაკებების წარმოებას. აქტის მიზანია არ დაუშვას კერძო პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დაზიანება. ასე რომ თუ რაისი და ნულანდი ზელენსკის მთავრობის ავტორიზაციის გარეშე რჩევებს აძლევენ, ისინი შესაძლოა სერიოზულ სამართლებრივ სკანდალში გაეხვიონ და მთელი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწიოთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.